როგორ მოატყუა ფერმერმა გოლიათი. ერთ დროს ინგლისში ფერმერი ნეში ცხოვრობდა. საქმეები მშვენივრად მიუდიოდა და გადაწყვიტა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეყიდა. ფულიც ბევრი არ მოუთხოვიათ და სულ მალე ფერმერი იმ მიწის მფლობელი გახდა. ნეში ყიდვა-გაყიდვის საბუთების გასაფორმებლად ქალაქში გაემგზავრა. საღამოთი კი გადაწყვიტა ახალი შენაძენისათვის დაეხედა. ის ნელა მიაბიჯებდა და თან ბუნებაში იმაზე ფიქრობდა, როგორ მოაწყობდა ნაკვეთს, სად დადგამდა პატარა სათბურებს და სად საქათმეს. მაგრამ იცით ვინ დაინახა მოულოდნელად? თქვენ წარმოიდგინეთ, საშინელი გოლიათი. ერთი მითხარი, რა გესაქმება ჩამს მიწაზე, მრისხანეთ კითხა ფერმერს ურჩხულმა. შანს მიწაზე? კითხა მისტერ ნეშმა. რა დასამალია, უფრო მაგარ-მაგარი რაღაცეების თქმა სურდა, მაგრამ იფიქრა, ამ საშინელების, ის კი მართლა საშინელი ექვსთავიანი გოლიათი იყო, გაღიზიანება არ ღირსო. უმჯობესია გონივრულად მოვიქცეო. მას ვისია ეს ჩემი მიწაა? დაიღრიალა გოლიათმა. მისტერ ნეშმა როგორც იქნა დაარწმუნა, ჩხუბსა და კამაც მორიგება ჯობიაო. ორივენი დასხდნენ მოსალაპარაკებლად, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მისტერ ნეშმა აუხსნა. ეს მიწა ვიყიდე და არასდიდებით არ დავთმობო. კაცი ჭამიამ თქვა, არა, ეს მიწა ჩემია და არც მე ვაპირებ მის დათმობასო. მაშინ ფერმერმა შესთავაზა, გამგზავრებულიყვნენ ქალაქში მოსამართლესთან და მასთან გაერკვიათ, ვის ეკუთვნოდა ეს მიწა. კანონი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მტკიცედ განაცხადა ურჩხულმა. რომელი კანონი გინახავთ, რომ სამართლიანი ყოფილიყოს? მათ კამაც ბოლო არ უჩანდა. გოლიათმა ასეთი პირობა წაუყენა. დაამუშავე მიწა, დათესე რაც გინდა, მოუარე როგორც გინდა, მაგრამ მოსავალი კი თანაბრად გავიყოთო. მისტერ ნეში რა თქმა უნდა დაფიქრდა, როგორ გამოეყენებინა სათავისოდ ასეთი პირობა. ის წაგებული რჩებოდა, ხოლო გოლიათი მოგებული. წვალება მხოლოდ ადამიანის იყო, მოსავალი კი ორივესი. მაგრამ გაჩუმება არჩია, რადგან რაღაც მოიფიქრა. კარგი, თქვა მან ბოლოს. მოსავალი გავიყოთ, მაგრამ კაში პირობას ხრნაში პირობა ჯობია. შევთანხმდეთ, რას წაიღებ, მიწის ზედა მოსავალს თუ მიწის ქვედას. იცოდე, პირობა ფულია, უკან ვეღარ დაიხევ, პირი პირია. გოლიათი მცირე ხანს ჩაფიქრდა და თქვა, რაც მიწის ზემოთ იქნება, ის მირჩევნიაო. ამდენად ფერმერის წილად მიწის ქვეშ რაც მოვიდოდა, ის იქნებოდა. ამაზე შეთანხმდნენ და ერთმანეთს დაშორდნენ. იცით რა მოიფიქრა მისტერ ნეშმა? ადგა და მინდორში კარტოფილი მოიყვანა. როცა მოსავალი შემოვიდა და გოლიათი თავისი წილის მისაღებად გამოცხადდა, მას მხოლოდ დამჭკნარი ღეროები შეხვდა და მეტი არაფერი. განრისხდა გოლიათი, მაგრამ პირობა პირობაა და მან ხმაც ვერ ამოიღო. განა თვითონ არ აირჩია მოსავლის მიწის ზედა ნაწილი. გოლიათმა დაიფიცა, გაისად ვეღარავინ მომატყუებს, რადგან ახლა მხოლოდ მიწის ქვემოთა ნაწილს ავირჩევო. მისტერ ნეში სიხარულით დასთანხმდა, მინდორი მოხნა და იქ ხორბალი დათესა. როცა კვლავ მოაწია მოსავლის გაყოფის დრომ, კაცი ჭამია სულ გადაირია. აბა რა იქნებოდა? ფერმერი ტომრებს დარჩეული ხორბლით ტენიდა, ხოლო გოლიათს მხოლოდ გამხმარი ფესვები შეხვდა. გოლიათი აღრიალდა. შემატყუარა, ქურდო, არამზადა. გაჰყვიროდა ის. სხვა დროს კი მართლა ვეღარ მომატყუე. ხორბალს კვლავ მარტო დათესა, მომკიდქი, ორივენი მომკიდ. ერთი მხრიდან მე, მეორედან შენ და თითოეული იმას წაიღებს, რასაც მოასწრებს. რასაკვირველია, გოლიათს თავისი ღონის იმედი ჰქონდა. უფრო სწრაფად ვიმუშავებ და მალე მთელ ყანას ავიღებ, მაშინ, როცა ფერმერი ნამგლის ორჯერ მოქნევას თუ მოასწრებსო.
მისტერ ნეშმა აღარ იცოდა რა ექნა. იძულებული იყო უნდოდა თუ არ უნდოდა გოლიათს დასთანხმებოდა, რადგან ის საშინლად იყო განრისხებული. გაზაფხულზე ფერმერმა ჩვეულებრივ მოხნა ყანა და ხორბალი დათესა. დათესვით კი დათესა, მაგრამ გამუდმებით თავს იმტვრევდა, როგორ ეჯობნა გოლიათისთვის. ყანა კი ისეთი იყო, რომ ავთვალს არ ენახვებოდა. საწყალი ფერმერი თავიდან ვერ იშორებდა ფიქრს, რომ სულ მალე მკა დაიწყებოდა და ეს საზიზღარი გოლიათი თითქმის მთელ მოსავალს მიისაკუთრებდა. იმ ადგილებში ერთი ბრძენი მოხუცი ცხოვრობდა. ერთ საღამოს ფერმერი ნეში იმ მოხუცისაკენ გაემართა, რომ რჩევა ეკითხა. ბრძენმა მოხუცმა ყურში რაღაც უჩურჩულა. ნეში მაშინვე გამხიარულდა და სახლში დაბრუნდა. კმაყოფილი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ აჯობებდა მრისხანე მონახევრეს. მეორე დღეს მისტერ ნეში თავისი ყანის დასახედად წავიდა. კარგად რომ დაათვალიერა, დარწმუნდა, რომ ყანა სიმაღლეში მეტად აღარ გაიზრდებოდა, მხოლოდ დამწიფდებოდა და თავ-თავს დაამძიმებდა. ყანიდან პირდაპირ მჭედელთან გაეშურა და სთხოვა, ხორბლის ღეროზე ოდნავ დაბალი რკინის ჯოხები დაემზადებინა. 2 დღის შემდეგ შეკვეთილი ჯოხები მზად იყო. ნეშმა ისინი ყანაში გადაიტანა და თავთავებს შორის ჩაარჭო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გოლიათის მხარეს. ყანა რომ დამწიფდა და ერთიანად ოქროსფრად აღაღანდა, გოლიათმა და ფერმერმა ნამგლები აიღეს და მკას შეუდგნენ. ერთი მხრიდან, მეორე კი მეორე მხრიდან. ორივე კმაყოფილი ჩანდა, რადგან ორივეს იმედი ჰქონდა, რომ მოგებული დარჩებოდა. მკაში მისტერ ნეში ყოჩაღი იყო და სწრაფად მიიწევდა წინ. გოლიათს კი ვერაფერი გაეგო. ის არც ისე საზრიანი გახლდათ. რატომ ვერ მკიდა სწრაფად? ვერც იმას მიხვდა, ნამგალს თავთავთან ერთად რკინის ჯოხები რატომ უნდა მოეჭრა. იგი ხშირად ჩერდებოდა, რომ ნამგლის პირი აელესა. ხშირად ხდებოდა იძულებული დაესვენა, რადგან რკინის ღეროების მოჭრა არც 6-თავიანი გოლიათისთვისაა ადვილი. მზე ჩასასვლელად მოემზადა. მისტერ ნეშმა თითქმის მთელი ყანა მომკა. გოლიათმა კი ერთი ძნაც ვერ შეკრა. ამის დანახვაზე ურჩხულმა ვეღარ მოითმინა. ნამგალი შორს მოისროლა და დაიღრიალა. შენთვის დამითმია ეს ყანაც და მიწაც, მაგის დანახვაც კი აღარ მინდა. და დამარცხებული სადღაც შორს გადაიკარგა.